გესმი? შენაო ხარ. ტელეფონები დაიწერე. გაიხარე ძმაო შემოგივლე გუშინ შემოგივლე. ჩაიწერე. ვერ გამოვიწევი ფიზიკურად ახლა თქვენი ხმა არ მესმის. ონისე ონო. ბიჭო. ბიჭო მომესმენე. მალე ყველა ერთად ვიქნებით ბიჭო ისევ გარეთ. არ ინერვიულობთ არც ერთი წუთი, არც ერთი წამი. სასწაულები ძმაო ხდება წამებში და ჩვენ კიდე ყოველ წამს რაღაც დასაწყისს ვეძებთ და ახ, იმენა. გაივიმარჯვეთ, ძმაო, გავიმარჯვეთ რა თქმა უნდა. როგორ? მათი იყოს არ გვინდა რა სიძო. შორს, ფუი, არ შეიძლება. ბედო. შემოგივლე გუშინ, შემოგივლე და მე ვერაფერს ვერ გეტყვი, ჩემზე კარგად რაო. თქვენ რო არ ყოფილიყავით მან და ჩვენ რო არ ერთად ავჯარიყავით, არ გველაპარაკა რაო, შეიძლება თმა ამომსულო და მოვიმოვა. შემოგივლე ძმაო, კაცი ხარ ოქრო, შემოგივლე გულში და მალე თავისუფლება, წამით არ დავჩერდებით, არ დაგტოვით არცეს. ბიჭო, მე კაი ხარ სასულად ხარ გაარკვევა. აი ზუსტად ამ წუთებში გუგა თედო აბრამოვ ონისე წყალთან დაურეკა ციხიდან და შეგვიძლია რომ მათი დიალოგი მოვისმინოთ. მიმართოს საზოგადოებას ონისე მუთხარი რა. ონისე რამის ხომ არ ეთყოდი, ტელეპიროლია ხაზზე. ფორმულაც. ჰელი მედია. არა. საზოგადოებრივიც არის კი. ყველა აქ ვართ, გისმენთ ყურადღებით. სალამი გამოიწეს. ონისე რამდენად გაგიჩნდა და ოპტიმისტური მოლოდინი აი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე თქვენ რას გვეტყვით? რატო ეხუტები ჟურნალისტები? კარგი, ძალიან დიდი მადლობა, შეგიძლიათ გააგრძელოთ. აი ეს დეტალები რომ მოგვიყვეთ და პირველი ემოციაც რომ გაგვიზიაროთ. ოვაციები ისმოდა ციხეში, საკნებიდან გესმოდა ათხმა რამე. საკნებიდან ეხა ჩვენ სხვადასხვა არეებში ვართ და ალბათ იქნებოდა ემოციები სხვადასხვა. ბიჭო, იმ ბოლო სიტყვაზე რა სიტყვა? იმ ბოლო სიტყვაზე ვფიქრო გაგვიჟღერა ფუქსებში. მოსამართლე პროკურორების მიმართ სიტყვა რა ქონდა სათქმე. თუ მაგას მოვისმენთ რა თქმა უნდა ხომ უყოთ თქვენს სასამართლო პროცესზე. ხათა დიდი სული ჩვენებები და მოვიდა აუცილებლად რაც იცი. უთხრას ონისემ აბა რის თქმას აპირებს. აი და შეიძლება. აი სიურპრიზია მეგობრებო ნამდვილად. დიდი შემოგევა თავს გაუხსნეს რა ყოჩაღად. მესმის. კი ბატონო, უსმენდით ახლა თედო აბრამოვისა და ონისე ცხადა